ცელას დაბადება ხომ გახსოვთ? Mercedes-მა ის მოდელი პირველად 2013 წელს გამოიყვანა. ეს იყო A-კლასის ისეთი ვერსია, 4-კარიანი კუპე რომ ეთქმოდა. მას შემდეგ 2 თაობის ცელა ვნახეთ და ახლა ჩვენს წინაშეა სრულიად ახალი, მესამე თაობა. მოდი ერთად ვნახოთ როგორი მანქანა გამოვიდა. ცხადია წინიდან უნდა დავიწყოთ. დახურული გრილი თვითონაც ყველაფერს გეუბნებათ, მაგრამ მაინც ახალი ცელა ელექტრომობილიც იქნება. რატომ დავამატე, ამას მოგვიანებით აგიხსნით. ახლა კი ამაზე გავამახვილოთ ყურადღება. აქ ძალიან ბევრ განსაკუთრებულ ვარსკვლავს ხედავთ. თუ ზუსტად გაინტერესებთ, ცხაურაზე ჯამში 142 შუქდიოდური ვარსკვლავია. რახან განათება ვახსენეთ, ეს ხაზიც აღნიშნოთ, რომელიც დღის მაშუქებს აერთიანებს და რომლებშიც ასევე ვარსკვლავს ხედავთ. თუმცა ასეთი განათება სპეციალურ პაკეტში შედის, რომელსაც multi-beam LED პაკეტი ეწოდება. სხვა მხრივ სახეზეა ასეთი ჰაერის შემშვები და საკმაოდ პროგრესული წინა ბამპერის საშხეფარი. თუმცა ესეც არაა სტანდარტული. AMG-ს ლაინის ნაწილია. რაც შეეხება დისკებს, ამ შემთხვევაში 19 დიუმიანებს ხედავთ. საწყისი კი 17-იანებია. ცხადია არსად წასულა სახურავის კუპესებრი ხაზი. აღსანიშნავია, რომ სიგრძეში 35 მმ-ით მოიმატა. თვლების ბაზა კი 61 სანტიმეტრით გაიზარდა. ახალი ცელა უფრო მაღალიცაა, დაახლოებით 3 სანტიმეტრით. კარის შეწეული სახელურები ვიზუალურადაც ბევრს მოეწონება და აეროდინამიკისთვისაც კარგია. ამაში თვით S-კლასს დაემსგავსა. თავარი მაინც ის არის, რომ ჰაერის წინააღმდეგობის კოეფიციენტი 0,21-ია, რაც ამ კლასის ავტომობილისთვის საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია. წინა მაშუქებში ხომ ნახეთ განათებული ვარსკვლავები, უკანაც იგივე ამბავია. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ უკანა ფარებში ეს დეტალი სერიულია, სტანდარტულად მოყვება და ასეთ მრგვალ შუქდიოდურ ელემენტშია ჩასმული. ასევე სერიულად მოყვება ეს ცალკეული ბლოკებიც, ჯამში 40 ცალი. ზოგადად უკანა დიზაინზე შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ სუფთად და კლასიკურადაა გადაწყვეტილი. რაც შეეხება საბარგულს, ბარემ გავხსნათ. მისი მოცულობა 405 ლიტრია. სანამ ჩავჯდები და სალონზე მოგიყვებით, ჯერ ცოტა ხნით ისევ წინ უნდა დავბრუნდე, რადგან ერთი რამ არ მithქვამს. საქმე ისაა, რომ Mercedes 130-ის შემდეგ, რომლის კოდიც W23 იყო, Mercedes-მა პირველად მიიღო ეგრეთ წოდებული ფრანკი. ელექტროცელაში ამ წინა საბარგულის მოცულობა 121 ლიტრია. ახლა კი წავედით სალონში. როგორც კი საჭესთან მოთავსდებით, მაშინვე თვალში მოხვდებათ ეკრანების ეს უდიდესი ლანდშაფტი. სხვანაირად ვერ უწოდებ. პირველი ეკრანი ჩემ ცხვირწინ 10 დიუმიანია. ეს ორი კი 14-იანებია. მესამე ეკრანი, რომელიც გვერდითაა და მგზავრისთვისაა, დამატებითი ოფციაა. თუ ამაში დამატებით ფულს არ გადაიხდით, აქ ეკრანის ნაცვლად შავი პანელი იქნება. ასევე განათებული ვარსკვლავებით. ვისთვისაც ამდენი დისპლეი საკმარისი არ არის, გეტყვით, რომ აქ კიდევ ერთია, head-up display-ს გულისხმობ. წინა მინაზე პროექციის სისტემას, რომელიც იმით გამოირჩევა, რომ გაფართოებული რეალობის ფუნქცია აქვს. კი, S-კლასიდან რომ იცით, სწორედ ის რეალობა. რაც შეეხება საჭეს, ეს AMG-ს საჭის შემცვლელი ვერსიაა. ძალიან გავს. თლათ ისეთი შთამბეჭდავი არ არის, მაგრამ საკმაოდ კარგია. ცენტრალური კონსოლი სრულიად ახალია. როგორც დიზაინით, ისე პრაქტიკული გადაწყვეტილებებით. სმარტფონის ჩასადები, სხვა სათავსოები და ასე შემდეგ. ძალიან კომფორტული სპორტული სავარძლები აქვს. რასაც აქ ხედავთ, კონფიგურაციის 9 შესაძლებლობიდან ერთ-ერთი საუკეთესო ვერსიაა. შუაში მიკრობოჭკოთია შესრულებული. ფლანგებზე კი ხელოვნური ტყავით. არა მარტო მშვენივრად გამოიყურება, არამედ მართლაც ძალიან კომფორტულია. საერთო ჯამში ინტერიერში გამოყენებული მასალების მხრივ ხარისხი იგრძნობა. სანამ ძრავებზე და ტექნიკურ მონაცემებზე გეტყვით, ცოტა ხნით უკანაც უნდა მოვთავსდე.
მაშასე, როგორ ვზივარ უკან, იმის გამო რომ ბოლომდე სედანი კი არ არის, არამედ კუპე სედანია, ველოდი რომ უკანა სავარძელზე თავს ზემოთ არც ისე ბევრი ადგილი დამხვდებოდა. ამ რეალობას კიდე სერიული პანორამული ჭერი ეხმარება, მაგრამ მაინც სიმაღლეში 190 სანტიმეტრზე მეტი არ უნდა იყოთ. სამაგიეროდ უნდა შევაქო იმის გამო, რომ მუხლების წინ რჩება საკმაო სივრცე. ამ ზომის მანქანისთვის ამაზე მეც არც მოვითხოვდი. ეს ალბათ იმის დამსახურებაა, რომ თვლების ბაზა 61 მმ-ით გაზარდეს. ახლა კი ისევ გადავალ და ძრავებზე დავილაპარაკოთ. Sprechen wir noch mal über die Motoren und ახალი Mercedes CL-ს გაყიდვები ზაფხულში იწყება. თავდაპირველად ორი ვერსია გაიყიდება და ორივე ელექტრო იქნება. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეს იქნება 800 ვოლტიან არქიტექტურაზე. ეს იმასაც ნიშნავს, რომ დამუხტვა 320 კილოვატით იქნება შესაძლებელი. რაც ძალიან პატივსაცემი შედეგია. დიდი ელემენტით, რომელიც 85 კილოვატ-საათიანია, ახალი CL-ა 792 კილომეტრამდე მანძილის გავლას შეძლებს. ეს რა თქმა უნდა იდეალურ პირობებში. ყოველ შემთხვევაში დაპირება ასეთია. ფასის შესახებ ჯერ ოფიციალურად არაფერი ვიცით. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ საწყისი ფასი დაახლოებით 60,000 евро იქნება. მოგვიანებით სადღაც წლის ბოლოსკენ ხელმისაწვდომი გახდება ჰიბრიდული ვერსიაც. ანუ ახალი Mercedes CL-ა მხოლოდ ელექტრომობილი არ იქნება. გაისად კი უფრო პატარა ელემენტითაც გაიყიდება. თქვენ რა სიტყვით ახალ CL-აზე? როგორ მოგწონთ? ელექტროვერსიას შეიძენდით თუ ჰიბრიდს დაელოდებოდით? თქვენს კომენტარებს დაველოდებით. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. დროებით. Bis denn. Ciao.